მაღალი ფასის გამო ფერმერებისთვის სეტყვის საწინააღმდეგო ბადეები ხელმიუწვდომელია. ამის შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების მწარმოებელ კომპანია აგრობადეში. ბაზარზე მოთხოვნა არის, თუმცა კომპანიის გაყიდვები წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაახლოებით 40%-ით შემცირდა. გურჯაანში დელეგატის ბიუროს წარმომადგენლის ილია საყვარლიშვილის განმარტებით 1 ჰექტარზე ბადის მონტაჟი 60,000 ლარამდე ჯდება, რაც საკმაოდ დიდი ხარჯია ფერმერისთვის. სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების დაფინანსების პროგრამა უკვე წლებია სახელმწიფოს მხრიდან ხორციელდება დანერგიო მაულის პროექტის ფარგლებში. თუმცა უნდა აღინიშნოს ის, რომ თათვინეს პროგრამა როგორც ასეთი არსობრივად ცუდი არ არის, თუმცა რაღაც ხარვეზები არის, რაც გამართვას საჭიროებს. კერძოდ, დაფინანსების ცვლილობითი წილი პროცენტი არის 10% მხოლოდ და მხოლოდ, მაღალმთიანებისთვის 20%, კოოპერატივებისთვის 20%. თუმცა, აქედან გამომდინარე, რომ სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების მონტაჟი საკმაოდ ძვირი ჯდება 1 ჰექტარზე, დაახლოებით ეს არის 20,000 ლარიდან 80,000 ლარამდე, გააჩნია რა მასალით გააკეთებს და რომელიც ქვეყნიდან არის იმპორტირებული, იმპორტი შემოდის იტალიიდანაც, უკრაინიდანაც, სხვა ქვეყნებიდანაც, არის ადგილობრივი წარმოებები გორში, ქუთაისში, თბილისში, თუმცა ადგილობრივი წარმოების ხარისხი, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო დაბალია და საექსპლუატაციოადაც, რა თქმა უნდა, ნაკლები აქვს ვიდრე იმპორტირებული პროდუქციის. შესაბამისად, სრული მომსახურება რო ფერმერმა გაწიოს 1 ჰექტარზე დაახლოებით საშუალო ფასი ავიღოთ 60-დან 80,000 ლარამდე მაინც დაუჯდება სრული მომსახურების პაკეტი. ამიტომ, როდესაც 10%-ია დაფინანსება, რა თქმა უნდა, ფერმერების მხრიდან მიმართვიანობას უკვე ამ პროგრამაში აზრი ეკარგება, იქიდან გამომდინარე, რომ დაახლოებით 7-8,000 ლარის დაფინანსებაზე და საკუთების უამრავი საკუთის წარდგენაა საჭირო იმისთვის, რომ ეს დაფინანსება აიღოს. აი, ვისაც კოოპერატივი აქვს და მაღალმთიანეთში, იქ უკვე 20% რაღაც გარკვეული შეღავათი არის, თუმცა კონკრეტულად ფიზიკურ პირებზე ეს პატარა ხარვეს წარმოადგენს, რომელთვისაც უკვე აღარ უღირთ ფერმერებს, რომ ზოგადად მიაკითხონ ამ შემთხვევაში ამ პროგრამებში რომ ისარგებლონ.